ქუთაისი მერის მოლოდინში ქალაქის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ხმაურით მიმდინარეობს. რეგიონის გუბერნატორი და საკრებულოს ნაციონალური ფრთა საკონკურსო კომისიას მართულს უწოდებს. ქუთაისის მთავრობის მეთაურის პოსტი ერთი თვეა ვაკანტურია. ბოლო მერს ბესიკ ბრეგაძეს ყოფილმა თანაგუნდელებმა იმპიჩმენტი მოუწყვეს. ქუთაისის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 2 მაისს გამოცხადდა. ამ დროისთვის მერობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა. ქალაქის მერის ასარჩევად კონკურსის წესს მერიაში შექმნილი საკონკურსო საატესტაციო კომისია განსაზღვრავს, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. ამ გამოცხადებულ კონკურსში მითითებული არის თუ რა კრიტერიუმებს და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მერის თანამდებობის სურველი. იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე კომისიას მართულს უწოდებს და უნდობლობას უცხადებს. კომისიასთან პრეტენზიები აქვს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც. ეს კომისია არის დაკომპლექტებული ვიწრო პარტიული ნიშნით. შესაბამისად ჩვენ არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ამაში მივიღოთ მონაწილეობა. ამ კონკურსს სამართლიანობასთან საერთოდ კავშირი არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი რეპრესიული მანქანა. მერის არჩევასთან ერთად, უпроსორად ფაქტიურად დანიშვნასთან ერთად, აქ არის ერთი მიზეზი, რომ უნდა გაათავისუფლონ მერიდან ის ხალხი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 19 აპრილის აქციაზე. უმცირესობის წარმომადგენელთა პრეტენზია და შენიშვნები მიუღებელია ქართული ოცნება დემოკრატების თავმჯდომარისთვის. მამუკა მხდელაძის განცხადებით, მერის არჩევის პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს. ნაციონალები არის ერთადერთი ძალა, ერთადერთი ძალა, რომელსაც უბრალოდ არ აქვს მორალური უფლება მერთან დაკავშირებით, მერის შერჩევასთან დაკავშირებით გააკეთოს რაიმე განცხადება ან რამე კომისიას გამოუცხადოს უნდობლობა, იმიტომ რომ სწორედ ნაციონალებმა შემოგთავაზეს ერთი კანდიდატურა და სწორედ ის პიროვნება უკლება, რომელმაც ახლა მაგაზე კომენტარი გააკეთა, იყო ადამიანი, რომელიც სკამის ქნევით იწავდა იმ ერთ კანდიდატურას. საკონკურსო საატესტაციო კომისიაში მერობის კანდიდატების განცხადებები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან შევიდა. კანდიდატის შერჩევის პროცესს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც აკვირდებიან. კომისიის მუშაობაში ღებულობ მონაწილეობას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის საკმაო გამოცდილებაც მაქვს. ფაქტობრივად არანაირი პრიორიტეტი კომისიის წევრს, მათ შორის თავმჯდომარეს არ აქვს, ერთთქმის უფლება აქვს ყველას, ერთნაირი შეფასების უფლება აქვს ყველას. მერობის კანდიდატთა განცხადებების მიღება 15 მაისს დასრულდება. ქუთაისის ახალი მერის ვინაობა სავარაუდოდ თვის ბოლოს გახდება ცნობილი.